წყლიდან საღვთო შემოქმედებითი უზარმაზარი ძალი და ენერგიით აღმოიშობა სიცოცხლე. თევზები ჩნდებიან ჰაერში, ფრინველები, მიწიდან ხეები, მცენარეები, ცხოველები. ამიტომ თევზს არ შეუძლია იცხოვროს წყლის გარეშე. ფრინველმა თუ არ იფრინა, მიწის გარეშე არ შეუძლია მცენარეს და ცხოველს იარსებოს. ადამიანი როგორ არის შექმნილი? ადამიანი ასე არ არის შექმნილი. სადაც აი ეს არის აღწერილი, როგორ არის მცენარე, როგორ არის ცხოველი, როგორ არის ფრინველი, როგორ არის თევზი შექმნილი. იქვე მე ადამიანი ყოვლადწმინდა სამება ფჭობს, ჩვენ ხატა და მსგავსად შევქმნათ ადამიანი. ჩვენ ღმერთში შექმნილები ვართ. და როგორც თევზი ვერ იცოცხლებს წყლის გარეშე, ასე ადამიანს არ შეუძლია იცოცხლოს როგორც ადამიანმა ღმერთის გარეშე. პირდაპირ ბმაში ვართ ჩვენ ღმერთთან. სხვანაირად ჩვენი სიცოცხლე წარმოუდგენელი. უნდა იყოს შეზრწუნებული ადამიანი, ღვთის შიშით აღსავსე, კრძალვი, მთელი შენი ცხოვრების საზრონავად უნდა იქცეს, რომ სანთელი შენში ანთებული, განკაცებული ღმერთის წმენისა, არა თუ არ ჩაქრას, არამედ მზედგად დაიქცეს.